2008 წლის ომმა გამოაჩინა რეალურად რა იყო პრობლემები, რა იყო გამოწვევები. ეს გამოწვევები კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და პრაქტიკულად აი ამ 3 წლის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები საკმაოდ სერიოზულად ტრანსფორმირდა და ახალი გამოწვევები გამოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციური მოწინააღმდეგეებისთვის. რა გამოჩნდა ერთი არის და რა ვისწავლეთ მეორე არის. საზოგადოებით რო დავიწყოთ, ქართული საზოგადოება არც ომამდე, არც ომის შემდეგ წლებში და არც ახლა არ ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რა ცხოვრებითაც უნდა ცხოვრობდეს საზოგადოება, რომელიც ტერიტორიები არის ოკუპირებული და ასეთი მასშტაბის სამხედრო საფრთხე ემუქრება 24 საათიან მუდმივ რეჟიმში 24/7-ზე მის სახელმწიფოს, ხო? აი დარდიმანდი რო ახსენა, კარგი ტერმინი არის. წინაზეც მე მგონი ერთ-ერთ შენს გადაცემაში ვთქვი, სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წვადი და ხინკალი უფრო პრიორიტეტული საკითხი იქნება, ვიდრე ის თუ რა მანძილზე ისვრის ჩვენი არტილერია, ხო? მანამდე სერიოზულ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდებით, აი იმის თქმა მინდა პირდაპირ.